ამ მაგიდის გარშემო ევროპისა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად არ ყოფილან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. ნიუ-იორკში ტრანსატლანტიკური ვახშმის ფორმატში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უმასპინძლა ათობით ქვეყნის ლიდერს. სტუმრებს შორის იყვნენ მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც. ქვეყნების, რომლებმაც მშვიდობა ცოტა ხნის წინ ამერიკის შუამავლობით მიაღწიეს. ნიუ-იორკში იმყოფებოდნენ, თუმცა არა ამ მიღებაზე ქართული დელეგაციის წარმომადგენლებიც. პარლამენტის თავმჯდომარემ შალო პაპუაშვილმა მათი არყოფნა მედიასთან ასე ახსნა. სავახშმოთ არ არის ჩასული პრეზიდენტი, არის საქმეც ჩასული. ისეთ ფორმატში, სადაც ფოტოგადაღებები არ ხდება, ქონდა შესაძლებლობა გასაუბრებოდა, ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი, მათ შორის მნიშვნელოვანი საუბარი იყო სამხრეთში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ამერიკის შეერთებული შტატებს ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიღებაზე იმყოფებოდა პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტი, ქონდა შესაძლებლობა გასაუბრების, ეს არის ჩვენთვის მათ შორის მნიშვნელოვანი გასაუბრების. რაც შეეხება სხვებს, ავიც მკითხეთ სახელმწიფო მდივანს. პრემიერი ირაკლი კობახიძე კი კვლავ ელის ურთიერთობების გადატვირთვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ის შემაფერხებელ ფაქტორად კვლავ ეგრეთ წოდებულ deep state-ს ახსენებს, რომელიც მისი თქმით ვაშინგტონს ჯერ ვერ დაუმარცხებია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება, თუ Deep State დამარცხდება ამ ბრძოლაში, რასაც ქვია ბრძოლა Deep State-სა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის, ამ შემთხვევაში ურთიერთობები დაალაგდება. თუ გაიმარჯვებს Deep State, ამ შემთხვევაში გაგრძელდება სირთულეები, თუმცა ჩვენ სირთულეებსაც მიჩვეული ვართ ყველა შემთხვევაში, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ნახოთ როგორ გაგრძელდება პროცესები. როდესაც დამოკიდებულება არ იცვლება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს Deep State. საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე საქართველოს არც ლუქსემბურგის მინისტერიალზე მიუწვევიათ. იქ თბილისი ელჩის დონეზე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიურმა უწყებამ არასერიოზული დამოკიდებულება უწოდა. მსგავს მიდგომებს ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის შედეგს უწოდებენ ოპოზიციაში. მათი თქმით, თბილისი სულ უფრო შორდება დასავლურ ცივილიზაციას და დგება საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშე. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და რუსეთმა საბოლოოდ დააშორა საქართველოს თავარ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნაბიჯი გადადგა იზოლაციისკენ. საქართველოს განიხილება ირანის და რუსეთის რეჟიმის პარტნიორ სახელმწიფოდ. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ. მაკა ბოჭორიშვილი არის სახეხატი ქართული თანამედროვე იზოლაციონიზმის, ოცნების თანამედროვე იზოლაციონიზმის, ამ შავრაზმული და შეზღუდული აზროვნების პოლიტიკის სახეხატი არის მაკა ბოჭორიშვილი მთელი თავისი არსებით. საკუთარ სახში არ დაპატიჟებენ ძალიან მალე ისეთი ანტიქართული საქმიანობით არის დაკავებული არსად და მით უმეტეს არც მინისტერიალზე და არც ერთ შეკრებაზე, სადაც ცივილიზებული სამყარო იკრიბება და ცივილიზებული სამყარო განიხილავს ერთობლივ საქმიანობას, მაკა ბოჭორიშვილის ადგილი ასეთ შეკრებებზე არ არის. ქართული დელეგაცია ნიუ-იორკში გაეგოს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში ჩავიდა. მიხეილ ყაველაშვილი შეხვდა სლოვაკეთისა და სერბეთის პრეზიდენტებს. მარკო რუბიოს მოწვევით გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე არა, თუმცა დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე მიხეილ ყაველაშვილი შეხვდა ამერიკის ვაჭრობის მდივანს. პრესსამსახურისთან ახმად ყაველაშვილმა მას უთხრა, რომ მოქმედი ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით აჩენს კითხვებს, თანაც იმ ფონზე, როდესაც მისივე თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებასა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შორის ღირებულებითი თანხმედრა ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს.